საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. დიახ, ერთი დღით. კარგი, დიდი მადლობა, მოვალთ აუცილებლად. კარგი. რაო? არაფერი, მოდით და ნახეთო. ხო, ეხლა წავიდეთ. არა, ჯერ სკოლა, მერე სამსახური. სკოლის მერე მაშინ. საღამოს წავალთ. კაი საქმეზე თუ მიდიხართ, მეც წამიყვანეთ. შენ რა გინდა? მე ინულის დედოფლის ფორმა უნდა გამოვიტანო. მე არ მინდა ფორმა? კიდე, შენც გინდა და შენც უნდა წამოხვიდე. იმას რა ფორმა უნდა? სოფლელი ბიჭის, ხო? არა, ისედაც ეგრე არაცვია? არა, მა, ჭირდება ფორმა აუცილებლად. ესე იმერელი სოფლელი ბიჭია და ისე უნდა იყოს დანიელი, ხო? დამცინით, ხო? საერთოდ არ წამოვალ იმ სპექტაკლზე. კაი, ბოდიში. ბებოა, ფატა გამოგიგზავნა. რანაირი ქალია რა. აი, რომ არ მოვდუნდეთ და არ დაგვავიწყდეს ცხოვრება რა დაუნდობელია ფოტოებს გვიგზავნის. ნახე რა საყვარელი და რა ბედნიერია. და მოკოშკს რა ჭირს? გადახრილია. ეგრე ააშენეს? არა, რა დაამთავრეს მშენებლობა, მე გადაიხარა. არა, ეხლა ეგრეც არა. მახსოვს მე მანანას ჩასვლამდე როგორი იყო ეგ კოშკი. ძალიან უნდა დაკვირვებოდი რომ შეგემჩნია. ხურებ, ხო? დადროს უმრობაა, მამა. 2 საუკუნის ნაშენებ კოშკს ანგრევს ბებიაშენი. კარგი რა, მამა, ნუ ხარ ეგრე რა. მოდი ყავა დავლიოთ. დავლიო. გურამს დაურეკე. ლევანთან იყო. ეხლა ჩვენთან მოდის. ხო გთხოვე რა, ნუ აწუხებ მაგაც. ისიც გითხარი, ჯერ გავიგოთ რა მოხდა. აი მოვიდა. უხერხულია რა. გურამ, მოდი. 40 წელი ამ საქმეში ვარ და კიდე თუ რამე გამაკვირვებ და არ მეგონა რა. მოდი. გამარჯობა ელენა. აჯი გურამ. ძია გურამ. მამა არ გითხრათ ალბათ. იქნებ გაეშვათ ამ საქმეს რა. არ ღირს მართლა. ის ბიჭი თვითონ მიხედავს თავის თავს. ელენე, ხო იცი როგორ მიყვარხარ, მაგრამ არ ხარ მართალი. ეს სულ რომ ჩემი ბოლო საქმე იყოს, მაინც მივიყვან ბოლომდე. და სანამ იმის გარეთ არ გამოვაგდებ, არ დავანებებ თავს. კაი კაცობა და წესიერება არ მიყვის იცი შენც. ღმერთის წყალობით გარშემო სულ ეგეთები მყავს, მაგრამ ამ კაცმა სულ გადამრია. რამე ახალი ზღაპარი მოგიყვათ ხო? თუ მომისმენ, ელენე, მოდი მოусმინოთ. მოკლედ, 3 წლის წინ, სანამ ქვეყნიდან წავიდოდა, მაგან და მისმა მეგობარმა, უпростоრად მეგობრის მეგობარმა, ვიღაცასთან ბევრი ფული წააგეს. ხო და ამიტომ ვამბობ, რომ არ ღირს ლევანის ციხიდან გამოყვანა მამა რა. მოკლედ, ამან თავისი გადასახდელი ისესხა და გადაიხადა და ის მეორე გაიქცა. და იმათ დაიწყეს ლევანის დევნა. ის მეორე ნახევარით შენი მოსატანი არისო. ეგ როგორ? ხო, მოკლედ ლევანმა ვიღაცეები ჩარია ამ საქმეში და ცოტა ჩააწყნარა. და რომ მიხვდა ელენეს და ბავშვს აღარაფერი ემუქრებოდა, დაკრა ფეხი და ესპანეთში წავიდა. მაგარი გამოსავალი უპოვია რა.
გამოსავალი რა, სამუშაოდ წავიდა, ამ ხელავალი ქონდა წამოკიდებული. ორი ეგეც ახლა ბიზნესში წააგო და ეს. თვითონაც მაგას ამბობს, ჭკვიანი ბიჭია ყველაფერს ხვდება და ნანობს, მაგრამ ხო, 3 წელი სინანულში იყო ეტყობა. ერთხელაც არ უკითხავს ჩვენი ამბავი. თქვენს გამო. დიახ, შენდა გიორგი რომ ძალიან უყვარხართ ამის გამო. თვალში ცრემლი ადგა რომ მეუბნეო და 3 წელი როგორ იყო. ერთხელ მაინც რო დაერეკა ჩემთან. ერთხელ მაინც. ეშინოდა მურმან, ეშინოდა ელენეს არ მოდგომოდნენ. ის კი არა, სანამ წავიდო და ყველას ვეუბნეოდი წინასწარ ცოლს დავშორდიო. და ეხლა რა მოხდა? ისევ ისინი გამოჩვენილან, გიორგისთან მისულან. ისევე მუქრებოდნენ ლევანს, ვიცით შენი შვილისაც სწავლობსო. ხო და უჩხუბიათ. იმათ დანაქონიათ, ეს გაგიჟებულა, გამწარებულა, ახლა რაღა გინდათო. ხო და ქონდათ ერთი აუზაური. მერე ვიღაცას დანაამოუღი, ამას აუცილებია და ნუ სუფთა მოგერიება იყო. და ტყუილაზის ის ბიჭი იქ. ამას მართლა ამბობ? აბა, ჩემი ხნის კაცი ტყუილს ვიკადრებ? ხომაზია. კი, ძალიან. მე ცოტა მოგბეზდა ყოველწელს ეს ნაძვის ხე. მაგიტო კი არ მოგბეზდა. მარტამდე რო არ იცით ალაგება, იმიტომ მოგბეზდა. მარტია ეხლა? ბოლომდე რომ მოვთავთელო თახს, მე ნახავთ რა სილამაზე იქნება, საერთოდ არ მოგბეზრდებათ. მე ისეც არ ბეზდება. ძალიან დიდი ხანი მაქვს ხოლმე ნაძვის ხე. თქვენ კი ხართ არქიტექტორები და დიზაინერები, მაგრამ ესეთი რაღაცების გაკეთება მეც გამომდის. კი, თან ძალიან კარგად. ისე მაგიდებით ხო არ მოვთოთ? მე მოვთე უკვე. აჰა, აი. ხო არის ახალ წყოფერებში, ჰა? ხო და მეც ნურაფერს ელოდები ჩემგან, მოჭ. ხო, ვანო, აქეთ შენი ორი წითელი კალამი, იქით განათებული მორთული ქალაქი. ეგ არა, მოვიდა ახალი წელი. ისე რა უბედურება არა, სისულელი ამ ქალაქის მორთვაში რამდენ ფულს ხარჯავენ რა. მიეცი რა ხალხს ეგ ფული და ხო განათდება და გავწყინდება ცხოვრება რა. რა თუნდა მაგას ნათურა. ვა, აქაც რა სილამაზეა. ესე იგი ოფისში რომ შემოვედი ვერ მიცანე თავიდან. ყოჩაღლიზა. ხო, ყოჩაღია ლიზა. ყველაფერს ასწრებს. შენ რესტორანში წიყავი კორპორატიულისთვის. რა თქმა უნდა, და ყველას ვაჩვენე, ხო მოგეწონათ? ნუ ახლა ადგილი კაია და დაანჩენია, მივალ და ნახავთ კაცო. ისე ღვინოს თუ შეგვატანინებენ, ჩემს ნათესავს აქვს კარგი. იაფშიც გამოგიყვანთ და ჩემები ხართ მაინც. რა საყვარელი ხართ ბატონო ვანო? არ ხუმრობს. იმედია კარგი იქნება, ხო? კი. ბატონო ვანო, 5 წუთი გააქვს დრო ჩემთან შემოხვიდეთ. მოვიცლი ბატონო. კარგი, მაშინ გელოდებით. დროებით. კი ბატონო, მოდიოთ. ავიღო ეგ, კაია? ნები, საგაიბო. ერთი ესეთი სალათა მეც რა. და წყალი. მიგო. ნალასთან თუ აპირებდი წასვლას, რატო არ მითხარი გუში რომ დაგირეკე? რა ვიცი. კითხე? ყოველ წამ დავუწამ ყურებ კითხავ, ეხლა მინდიხარ თუ არა თქო. კაი ხო ხადავ. და რა გინდოდა რომ წამოსულიყავი? ბიჭო, ბოლო მარტო არ იქნებოდი რა კონტია. მეც ეხა საგულავ და არ ყოფილიყავი რა. აი ჰოლა გითხრა. აუ რა ვიცი. იმდენი მიჩხიგინეს და იმდენი დამასხივეს რომ გამოვედი კიდე კაი ხანს ვანათებდი რა. მოდის იქნება პასუხები. აი ახალი წლის მერე მივალ და მეტყვიანი იმედია. მას რამდენი ხანი უნდა? არ ვიცი მე მაგათ რამდენი ხანი უნდათ, მაგრამ 31-ში რომ იქ არ მივალ ზუსტად ვიცი რა. 31-ში მან რა გინდა გადავა. რა შვრები თქვენ მომოდიხართ? აუ მაკას დაქალის ქმარმა ისეთი ღვინო გამოაგზავნა. კახეთიდან ვერ გადარჩები. მე ახლა როგორ ვიცი რომ ცოდვას მხრებზე დავიდებ? ისე უნდა დავთვრე, იმდენი უნდა დავლიო. 5 ბეჭი ხარ რა. ო ბებია შენიზო, მე არ გათრევ სულ? ამის მომდამადა. არა მაგო. მოკლედ ბატონო, ანუ ბევრი დრო რო არ წაგართვათ, პირდაპირ გეტყვით რა. მშვიდობა აქვს? კი, მშვიდობა, უბრალოდ მერიამ ძალიან სერიოზული ტენდერი გამოაცხადა და მინდა რომ მონაწილეობა მივიღოთ. უბრალოდ მინდოდა რომ მივიღო მონაწილეობა.
გინდოდა რა აღარ ვიღებთ? არა კი, მაგრამ ახლა მაგას არ სალია და მე გავაკეთე რაღაცეები და მინდა რომ შეხედოთ რა. ხო, კი ბატონო, ვნახოთ. აი, ნახეთ. ეს არის კონსტრუქციული ნახაზის გაკეთებული რაც. მიყვარს მოწესრიგებული ხალხი. კაცი. ხო, აი ეს არის, ამას მინდა რომ შეხედოთ და კიდე საერთოდ მთლიანად პროექტსაც რო თქვენ შეხედოთ რა. მთელი პროექტი ჯობია მაკას აჩვენო. არა, მაკას იმდენი საქმე აქვს მთელი წელიწადი იყო. მაშინ თამრიკოს წუწუნებს მაინც მთელი დღე საქმე არ მაქვს. თამრიკოსაც ვერ ვაჩვენებ რა. რადგან? იცი რა, ცოტა გრძელვადიანი პროექტია და მე თამრიკოს ჩანაცვლებას ვაპირებ სამომავლოდ ერთი სერიოზული არქიტექტურით. ანუ უშვებ? არა, ჯერ ესე არ ვიცი, მაგრამ მე ვიზეც ვამბობ თუ ის დაგვთანხმდა და სამწუხაროდ მოუწევს. გასაგებია. ბატონო, ოღონდ ჯერჯერობით ჩვენ შორის დარჩეს, ხო? არა ბატონო, ორი თავი მაქვს მივალ და თამრიკოს ვეტყვი მაგ ამბავს. ხო, ეგეც მართალია, ეგეც არის. ასე სერელეთ რო არ ვუყურო. ხო. გამომიგზავნე, წავალმე, დავждები და ჩამჭდები. ახლა გამომიგზავნე. გავალ მაშინ და მასობაში გამოვში სხვა ყველაფერი. მეტი რა უნდა იყოს, ძალიან მინდა რომ ეს ტენერი მოვიღოთ. ცადოთ ბატონო. კარგი, დიდი მადლობა. ოკი კოდიშე. რები გადაგიტანიათ. თქო როგორ არ გწყვეტიათ? ერთი სიტყვა როგორ არ დაგწდათ? მე თარ ასიზავდიათ ძალიან მაინტერესებს რა. მოვიდოდი. ელენეს და გნებოდი. ნუ გეშინიანათი არ ვაგრძნობინე თუ შენობა. ხან პირჯვარი გადავწერეთ და ხან უადგილ-ადგილას ვიტირო. ხო, კარგი არ მოვიდოდი. მაგრამ რაღაც დავეხმარებოდი. მონასტერში დავრეკავდი დედაოებს, თხოვდი ფსალმუნებს წავაკითხებდი. აი, მე ადექინათია და ახლა დაარეკა, უთხარი ჩემი სინაულში ჩავარდნილი მეგობრებისთვის იდლოცეთ თქო. მე ისე მწვენია. თვალებში ვერ შევხედავ ლევანს ალბათ. ეხლა ცოტა მეც მერიდება, მაგრამ მე მგონი შეძაან ამეტე. არ ვიცი რა. რამე მაინც ეთქვა, ან თავი ემართლებია. აი ლევანიც როგორია? ციგნებში რო წავიკითხავს ზუსტად ისეთი. მე უღონ ცოცხალი ნათია და ნუ დაიტირე დილიდან ეს ბიჭი კაცოა. წარმოვიდგინე რა გამოიარა ეს 3 წელი. აბა, აი ერთხელ როგორ არ დარეკა, როგორ მოითმინა ტიპმა, წარმოგიდგენია. დაიცვა ესენი. აი როგორ უყვარს ცოლშვილი. რატო მიყურებთ? ველოდები ეხლა როდის იტირებ? ეხლა ეგრე უაზროდაც არ ვტირი ხოლმე. ნუ ამეტყიდე. მე არა და რა ვიფიქრეთ, აი რომ ახსენდება ეხლა რებს ფიქრობდით. ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა უნდა მეფიქრა? ადგა ერთ დღეს ეს კაცი და გაქრა და 3 წლის განმავლობაში არ ჩვილი მოუკითხავს, არ ცოლი და მით უმეტეს მე ემაკა. კაცები ასულელები არიან. რა, აი კარგი საქმეც რო გააკეთონ, მაინც გაგალანძღინებენ თავს. აი ამიტომ წერია სახარებაში არ განიკითხო და არ განიკითხებიო. არასდროს არ იცი რა ხდება სხვის გულში, არასდროს. ბიჭო, თქვი მერე და ყო გაიგებს ყველა. და ეხლა რა იქნება? არ ვიცი, გურამ მიძახის მუხლს შევაცვლევინებ. აუცილებელი მოგერიებაა. მაგრამ როგორც წესი, აღკვეთი ღონისძიების დროს მუხლი არ იცვლება. მე რანაირი კანონებია? ღვთისწყალობით მუხლი თუ შეიცვალა? მაშინ გამოვა. ანუ აუცილებელი მოგერიება. როგორც წესი სასჯელის სახით მაქსიმუმ ჯარიმას ითვალისწინებს. თან თუ მსუბუქი დაზიანებაა სხეულის მით უმეტეს. კარგი, ხო და მაგ მიმართულებით მივაწვეთ. მუშაობს უკვე გურამიტას. ხო, მაგრამ ჩვენ ხომ და მივაწვეთ. როგორ? რა ვიცი. ენათია მაგალითად თავისას გააკეთებს, ლოცვებს გააძლიერებს. ჩვენ გავიგოთ ვინ არიან მოსამართლე გამომძიებელი და დავიჯერო ეხლა ერთ ნაცვლებს მაინც ვერ გამოვწებნი. დაანებითას რა. გურამი იმუშავებს. მე კი ბატონო ელენე რა, ვიღაცა პროფესიონალი ადვოკატი გურამა თუ გირჩევნია ჩემთვის მიხედოს გურამა. რა გაცილებს? მანო მშვიდობა?
დღეს არ შესვენებაზე გასულ ხარ და მთელი დღე კომპიუტერში გაქვს თავი ჩარგული. ხო, არის რაღაცა. არის თქმის? არაფერი რაც მეგობარმა მთხოვა და მაქვს დრო და უკეთებ. ვანო, ისე მეგობრებზე გამახსენდა. შენი დაქალი არ აპირებს დღეს მოbrunებას სამსახურში, ჰა? ვიზე ამბობ? მე მაკაზე, ვანო, დაქალი აქ ვინ ყავს სხვა? შენ რას გადაეკიდე მაკუკოს? არ დაანებებ თავს? მე გადავეკიდე? აბა, ცუდად იქცევა, ვანო, ძალიან ცუდად. რას აკეთებს ამის თავის? მე არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ნახაზის გამო შეიძლება რომ უფროს პირობები წაუყენო და თან როცა უნდა მაშინ მიდის და მაშინ მოდის ამ სამსახურში. ჯერ ერთი ყოველდღე დადის ის გოგო სამსახურში. მეორეც კიდე რა იცი შენ იქ რა პირობებს აყენებს? ნუ ამოვარდები, ეხა ტყავიდან ძალიან გთხოვ რა. რა გაგიკეთათ ამ გოგომ ესეთი რომ ჭკუიდან გადაგიყვანათ შენს და ის ზურაც. ისეთი რას გეტყვი? მე მგონი ტყუილად იწვალებ თავს, ძალიან ახალგაზრდაა შენთვის რა. რა? მე დავინახე ვანო რომ მიართვი იმ დღეს სუნამო. რას გადაგუჩი? რას მაბრალებს? სულ გადაირიე? მე გადავირიე, რასაც ვუყურებ და ვხედავ იმას ვამბობ ვანო. ხო და ნუ ლაპარაკობ სისულელებს, მიხედე საქმეს. მიხედილი მაქვს რა. კი, კარგად არის მიხედილი. მიხედილი რო იყოს არ გახდებოდა საჭირო აქ სხვა არქიტექტორის მოყვანა. რა? არაფერი. ზურამ გითხრა ხო? გაშუაშია ზურა კაცო თქვი ჩემთვის რაღაც. ვანო, ზურასთან იყავი შესული და იმან გითხრა რაღაც. ნუ ბოდავე ხა რაღაცებს. აღონე ვიყავი რა. მირეკავე. რა ქენით? პირდაპირ შენთან მოვედი გამარჯვებულები. შენი დამსახურებაა შენ. კარგი ახლა. აი მე როგორ გავიხარდა ეს მიტირე. შენი ჩენით მოვალ. დე, როგორ მიხარია ცოტა დაწყნარებულს რომ გხედავ. ელენე კი არა. მეც ისე მომეშვა გულზე. თორე გახეთქვაზე მქონდა ამ საახალწლოდ. თან გიორგი ძალიან მეწოდებოდა. ხო, მეც გიორგიზე ვფიქრობდი. პრინციპში ხაც გიორგიზე ვფიქრობ. რა უთხრა ბავშვს? უთხრათ რომ მივლინებაშია. ასე დროს ესე არ ამბობენ? აი მაგალითად დემურის ბიჭი. კარგი რა თინა რა. დემურის ბიჭს ადრე ლევანს არავის არ ვადარებ. უბრალოდ ბავშვს რაღაც ხონდა უთხრათ არა. ხო, მაგრამ ძალიან რო გაგრძელდეს ეს მივლინება მე რა. არა, გურამ ხო თქვა რომ მალე გამოვაო არა? არა, თინა, ესე დაბეჯითებით არ უთქვავს. თან ბავშვის მოტყუება დიდად არ მომწონს მე. ხო, ვერ ვიტან მეც ტყუილებს. თან გიო ძალიან ჭკვიანი ბიჭია და აი ამ ზღაპრებს მივლინებისზე არ დაიჯერებს. მერღეგი აბა რა უთხრათ რომ ციხეშია? ხო, ნუ ეგრე ჯობს. ვეტყვი რომ ჩვენ გვიცავდა. როგორც იყო რა. მართალია. ჯობია სიმართლე უთხრათ. თორე მე ვიღაცა სხვანაირად მოუყვება ყველაფერს და ხო იცი? მართალი ხარ, ამაზე კი არ მიფიქრია. დღეს დაველაპარაკები რა. გაგიჟდა ბავშვი სად არის მამა? მოუკვდი მე მაგას. კარგი თინა, დაწყნარდი. ყველაფერი კარგად იქნება. აბოდიში დამოგვიანე და წვებოდი უკვე რა დამერეკე. ვისთან? ბატონო? არ გინდა ეხა ეს გაკვირვებები რა. მე შენ სულელი ხო არ გონი ვარ. რაზე ლაპარაკობ? ჯერ შენზე და ზურაზე. და მე იმას თუ არ გააკეთებ, რასაც მე გთხოვ. გადავალ აი ამაზე. ეს რა არის? დავსდე ხა ამის დრო. რა გინდა? არ მინდა რომ ზურას ვაჩვენო ეს ყველაფერი. და? მოკლედ ზურა უნდა დაარწმუნო იმაში, რომ მე სამსახურიდან არ გამიშვას. ზუსტად ვიცი. ჩემს გაშვებას აპირებს. მე რა ვქნა? აი ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის.
მე წავედი და იმედია კარგად გაიგე რაც გითხარი. რაღაცნაირი უცნაური დღე იყო. უბრალოდ უფრო გულის ამაჩუყებელი. ჯერ ელენე მოყვალევანის ამბები გავგიჟდით და ძალიან შემცხვა. აი ხა ლევანი აქ რო იყოს, იმდენ ბოდიშს მოვხვდით. ნეტა ელენეს წინათ გრძნობა გამართლდეს და ის მიუსაჯონის კარგი მუხლი. რაღაცა სუბუქი დაზიანება თუ რაღაცა ვერ დავემახსოვრე. იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი თუ სამართალი არსებობს, ციხეში არ უნდა იჯდეს. მოვკვდი დღეს მთელი დღე ამაზე ვნერვეულობ. მაგრამ ეხლა ცოტა ხნის წინ მაია და ნუკა იყვნენ მოსულები და კარგი ამბავი მითხრეს. თან შენი დამსახურება აჭარბებენ ეხლა რა თქმა უნდა, ჩემი დამსახურება არ არის, მაგრამ აი პატარა წვლილი ხომ მიმიწვის ნუკას სასიკეთოდ მოქცევაში და ძალიან მიხარია. და ჩემი შვილები როგორები იქნებიან ნუკას ასაკში? ანუ მეც მექნება მსგავსი პრობლემები ეს რაღაცა გაუცხოვება არ ვიცი წავედი ხა დავიძინე თორე ისეთ რთული დღე მქონდა და თავი მტკივა წავედი